როგორც დამნაშავეზე. 12 წელი ქონდათ ამისთვის და იძიონ რაც უნდათ, მაგრამ ჩემი მოთხოვნა დღეს და 12 წელი და მათ შორის ხალხის არის სამართლიანი სასამართლო შემიქმნენი. არ მჭირდება მე მაგრამ ბატონლაშა ომის პერიპეტიები არ უნდა გამოვიძიო. არ მჭირდება მე ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსების მიერ დადგენილი სიმართლე. მე მჭირდება მართლა სიმართლე. და ამ სიმართლეს თუ ვიყვებით ნაცებიდან კოცებში 70% არის გადმოპორტირებული. მათ შორის ვინც დღეს სიმართლეს ადგენს, შეიძლება ისინიც დამნაშავეები არიან. იმ დროინდელი ხელისუფლების ქმედებების დროს და ქმედებებში თეატრულუკიანზე არ ვამბობ მხოლოდ თეატრულუკიანზე და გუდუშაურს 12 წლის განმავლობაში რა გააკეთეს იმას გამოიძიებს მერი ალბათ ხელისუფლება ახალი ხელისუფლება და ამ წრეზე ვივლით ჩვენ სულ თუ არ შევქმნით უნივერსალური სიმართლის გამოძიება რატომ არ გჭირდებათ თუნდაც იმ ომის გამოძიება რომელშიც ძალიან დიდი შეცდომები იყო ტაქტიკური ეს ომი გამოიძია და ჰაგის სასამართლოს სიმართლე გითხრა რა არის დღეს ხო, ჰაგის სასამართლო გითხრა რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ჰაგის სასამართლო გამოიძია ჩვენი საერთაშორისო ბრალეულობის საკითხი ამ ომში. დავიწყეთ თუ არა ომი, მაგრამ შიგნით ჩვენმა ჩინოვნიკებმა რა მოიპარეს და იქ ბატალიონი რომელი არასწორად გაუშვეს, წულუკიანმა ეს როგორ უნდა დაგედგინოს. წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რამე სიტყვის რაშუაშია ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომში. მე არა ერთი წუთი ნუ გადაგავთ ბიძინა ივანიშვილი პირობითად გითხარით. ბიძინა ივანიშვილი ომის მონაწილე რო არ იყო და ომში რო არ იყო შუაში გეუბნებით. მე გითხარით რომ 70% ნაცებიდან კოცებში არის გადმოპორტირებული. მათ დანაშაულსაც აგები. წულუკიანის სიმართლეს ვერ გამოიტანს. სიმართლე უნდა დაადგინოს თავისუფალმა სასამართლომ, რომელიც ჩვენ დღეს არ აგვაქვს. მოდი იმაზე იზრუნონ რომ თავისუფალი სასამართლო შეგვიქმნან. და მე ის თავისუფალი სასამართლო გამოიძიებს ამ ყველაფერს რაც გამოსაძიებელია. მარტივია ძალიან. მაგრამ ჰაგა ვერ გამოიძიებს იმას საქართველოს გენერალიტეტმა შეცდომასაც დაუშვა, სად იყო არასწორი პორტირება საჯარისო შენაერთების. ეს არის ჩვენი გამოსაძიებელი საქმე. ეს არის გამოსაძიებელი დამოუკიდებელი რატომ არ არის თქვენთვის წულუკიანი ვერ იქნება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ პარტიის წევრი, მარტივია ეხლა ხო? მადლობა, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი ვინ არის იქ იმ კომისიაში? არ მივიდნენ სურვილი არ ქონდათ თორემ ყველა შესთავაზეს გამარჯობათ და კანონს ეწინააღმდეგება რომ იმ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან სწორედ ამიტომ იჯებიან პოლიტიკოსებმა კი არ უნდა დაადგინონ სიმართლე და გამოიძიონ სიმართლე უნდა დაადგინონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებმა და თავისუფალმა სასამართლომ თქვენ რას ამბობთ ახლა იცით რომ არ უნდა არსებობდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც საერთაშორისო ეს თქვენი ინტერპრეტაცია ეს თქვენი ინტერპრეტაცია თქვენ ბრძანეთ რომ კომისიამ არ უნდა გამოიძიოს ესო საპარლამენტო კომისია. ანუ ნახეთ ერთი კონტექსტი ამოიღეს. ადამიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ლოიალურად არ არიან გაწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ, სიმართლეს ვერ დაადგენენ.